ახლა კადრში ხედავთ მიხეილ სამხარაძეს, რომელმაც სულ ახლახანს დატოვა დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორი. ის როგორც იცით ჩვენმა მაყურებელმაც აღდგომის ღამეს დააკავეს რუსთაველის გამზირზე აქციაზე, როდესაც ის ტროტუარზე იმყოფებოდა. ახლა თქვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში, რომ იმას დახვდნენ აქ ოჯახის წევრები, მეგობრები და 48 საათიანი განშორების შემდეგ ასე ხვდებიან მოკლედ მიხეილ სამხარაძეს. ახლა მისი მეგობრები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით რომ მიხეილს თავად გავესაუბროთ და მოვისმენთ მეტი დეტალი. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, გამარჯობა. პირველ რიგში გილოცავთ თავისუფლებას, პირდაპირ ეთერში ვართ. რომ გითხრათ, გავიხსენოთ აღდგომის ღამე, როგორ მოხდა თქვენი დაკავება, როგორც ვიცით ტროტუარზე იმყოფებოდით, საერთოდ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდით ხო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. როგორ განხორციელდა მოკლედ თქვენი დაკავება, ეგ გითხარით. მოწოდება რაც იყო, რომ დაგვეტოვებინა სავალი ნაწილი, დავტოვეთ სავალი ნაწილი, ბასლაინის მიღმა ვიყავი გადასული ბორდიურთან, როდესაც მოვიდა პოლიციელები და მაგას უხსნით, ზუსტად მაგას საუბრობდით. ან არანაირი პრობლემა არ ყოფილა, უბრალოდ საუბარი იყო აუხსენოთ თქვენ ბასლაინში, მე უკვე ბასლაინის მიღმა ვარ გადასული მეთქი და რუსთაველის გამზირი დატოვებული მაქვს ხო და ცენტრიდან სადაც ორმაგი ღერძულადან რომელიღაცა ეთყობა მათი ზედამხედველი იყო რაღაც მოვარდა, ჯერ ხელი ვკრა რამდენჯერმე და შემდეგ გასცა ბრძანება დაკავების. ხო, ანუ თქვენ ტროტუარზე იმყოფებოდით ამ დროს, არც წინააღმდეგობას არ უწევდით პოლიციის თანამშრომლებს, არა და ბრალდება ეს იყო ხო თქვენ წინააღმდეგ, რომ დაუმორჩილებლობა გამოუცხადეთ პოლიციას. დიახ, ანუ ბრძანება იყო, რომ დაგვეტოვებინა სავალი ნაწილი დავტოვეთ. ანუ მე არ მედავებიან გზის გადაკეთებას და სავალი ნაწილის დაკავება. შესაბამისად ბრძანება შესრულებული მქონა რაც იყო. და დაუმორჩილებლობა რაში გამოიხატებოდა, ვერ ხვდები ანუ. ბრძანება რაც იყო, იმას დავიმორჩილებთ. დიანა, თუ შეგიძლია გითხრა უკვე დაკავების შემდეგ რა ვითარება იყო, არის ეს ძალიან საინტერესო, თუ შეგიძლია რომ იშას კითხო. ანუ ხელი კრეს როგორც თქვენ ამბობთ, ხელი კრეს დაკავების დროს, მაგრამ ამის შემდეგ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ხშირად არის ხოლმე ძალადობას მიმართავენ მოკლედ საპატრულო მანქანაში. თქვენს წინააღმდეგაც ხომ არ განხორციელდა რაიმე მსგავსი? არა. საპატრულო მანქანაში არა, სანამ მივიდოდის, მანამდე იყო რაღაც სიტუაცია შეურაცხყოფა, უშუალოდ იმ ზედამხედველის მიერ, ვინც მოვიდა თავიდან და ხელი ვკრა და მე უკვე დანარჩენი არავისთან არანაირი ზედმეტი სიტყვა არ თქვა. კი ბატონო, აი თქვენ რას უკავშირებთ, როგორ ფიქრობთ აღდგომის ღამესაც არ დაინდეს ადამიანები ასე დააკავეს და სრუბრალდებებით ესე რომ თქვათ და ზოგადად ადამიანების დააკავება ეს არის თუ რა რეპრესიების მცდელობა, რასაც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ახორციელებენ აქციის მონაწილეების მისამართი. ზოგადად რასაც უყურებთ მთელი ეს პერიოდი, მაგას ცდილობენ ზუსტად რეპრესიები და ხალხის დაშინება მეტი არაფერი, თორე აღდგომა დღე იქნება თუ ნებისმიერი თქვა, სხვა დღე მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ვაკვირდებით. ხო, ანუ ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ უბრალოდ აღდგომა მიულოცეთ სამართალდამცველებს და ეს მე არ ყოფილა, ეს სხვა ბიჭი იყო, რომელიც ასევე დაკავებული არის და წესით ისიც წეს უნდა გამოვიდეს, დიახ. მე არ მინახავს პირადად, იმიტომ რომ სხვადასხვა საკანში ვიყავით, მაგრამ ის სხვა ბიჭი იყო, რომელსაც მიულოცა აღდგომა და დააკავეს. ხო, ანუ დაკავების დროს თქვენთან ერთად იმყოფებოდა, თქვენ პირადად მოვიდა. ჩვენ უყურებდით მათ დაკავებას, იმიტომ რომ ეს გზის სავალ ნაწილზე ხდებოდა და ჩვენ უშუალოდ მაგ მომენტს უყურებდით. სანამ ჩვენ დაგვაკავებდნენ, იმიტომ რომ ჩვენ გადასული ვიყავით გზიდან უკვე მაგ დროს. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. თქვენ ახლა მიხეილ სამხარაძეს უსმენთ პირდაპირ ეთერში, ის 48 საათის განმავლობაში იმყოფებოდა წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ახლა პირდაპირ ეთერში თქვენ მოისმენთ მისი კომენტარი, რომელიც ამბობდა იმას, რომ აღდგომის ღამეს ის აქციაზე იმყოფებოდა და რა დროსაც მას მოწოდება მოუწოდეს, რომ დაეტოვებია სავალი გზა, მან შეასრულა ეს მოწოდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მაინც დააკავეს ეს ადამიანი, ხელი კრეს, როგორც ის ამბობს და ასევე სიტყვერის შეურაცხყოფაც მიაყენეს მას არა და მან შეასრულა ის მოწოდება, რაც ჰქონდათ მისი მისამართი განხორციელებული და მისთვის გაურკვეველია თუ რატომ ხდებოდა, რატომ დააკავეს ის, მაგრამ საუბრობს იმაზეც, რომ ამ ადამიანებს არ სჭირდებათ მეტი მიზეზები, ასევე ჩვენ ვიცით, რომ მასთან ერთად დაკავებული იყო ერთი პიროვნება და ის 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა სასამართლომ. მოკლედ ასეთი ახლა ადგილზე ვითარება. მიხეილ სამხარაძე არის თავისუფალი, ის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფება ახლა და ამის შემდეგ ის სავარაუდოდ თავის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დატოვებს დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორის ტერიტორიას.